წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც რევოლუცია ახალი მომხდარია, ხელისუფლება სულ ახალ ხანს გაიქცა და ადამიანებში ბრაზი ჯერ კიდევ ძალიან მაღალია. და ერთი საელჩო, რომელიც მოულოდნელად, მაგრამ ძალიან მოსალოდნელად, მსოფლიო პოლიტიკის ცენტრად იქცევა. Spearheaded a revolution that deposed the monarchy in Iran. In its place arose an Islamic Republic. მაშასე, დღეს ვისაუბრებთ ფილმზე Argo და იმ რეალურ ისტორიაზე, რომელიც მასშია მოთხრობილი. ეს ჩემი YouTube არხია, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და მიკომენტარეთ, რომ მომავალში არ გამოგჩეთ უფრო საინტერესო ვიდეოები. Argo ეძღვნება ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ კი ძევლების კრიზისს. Argo გვიყვება ოპერაციაზე, რომელმაც 6 ადამიანი ჰოლივუდური ბლოკბასტერის საუკეთესო ტრადიციის მსგავსად გადაარჩინა. და სწორედ აქ დავსვათ ამ ვიდეოს მთავარი კითხვაც. რამდენად გვიყვება Argo რეალურ ისტორიას თუ თვითონ ქმნის მას? Argoში მოქმედება ირანის ისლამური რევოლუციის შემდეგ იწყება, როდესაც ქვეყანაში ანტიამერიკული გავლენა პიკზე არის ასული. 2 days earlier, several hundred young people, mainly students at Tehran University, had taken over the embassy. We are not occupiers, they said. We have thrown out the occupiers. 1979 წლის 4 ნოემბერს ირანელმა ისლამისტმა სტუდენტებმა ამერიკის საელჩო დაიკავეს და იქ მყოფი ადამიანები მძევლად აიყვანეს. ამ ქმედების ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი გახდა ის, რომ აშშ-მ თავშესაფარი მისცა შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევის. The president and the Shah met for about an hour this morning. The president said the Shah's visit was encouraging and had strengthened the დიახ, სწორედ ეს რეზა ფეჰლევი დაამხეს რევოლუციით ირანელებმა და ბევრის აზრით შაჰი დასავლეთის მხარდაჭერილი რეჟიმის სიმბოლო იყო. და სწორედ აქედან იღებს სათავეს ის ისტორიული მოვლენა, რომელსაც სახელად ირანის მძევლობის კრიზისი ეწოდება. ეს არის დროში გაწერილი დრამა, რომელმაც ამერიკის ისტორიაც შეცვალა და ირან-დასავლეთის მრავალწლიან დაძაბულობას და დაპირისპირებას დაუდო სათავე. ფილმი Argo 2012 წელს გამოვიდა და რეჟისორის და მთავარი გმირიც ერთი ადამიანი Ben Affleck-ია. You have 72 hours to get them out. They're getting a visitor. You gotten people out this way before? No. საელჩოს დაკავების დროს 66 ამერიკელი თანამშრომელი ჩავარდა მძევლად, მაგრამ 6 ადამიანმა გაქცევა მოახერხა და ისინი კანადის ელჩმა ტეილორმა საკუთარ სახლში შეიფარა. ამ 6-ეულის ირანიდან უსაფრთხოდ გამოყვანის იდეის ავტორი იყო CIA-ის ოფიცერი ტედ მენდესი, რომელმაც ირანში ყალბი ისტორიით შესვლა გადაწყვიტა. თითქოს მან ჰოლივუდური ჯგუფი ჩამოიყვანა ირანში და სამეცნიერო ფანტასტიკურ ფილმს იღებდნენ სახელად Argo. მართალია, იდეა ძალიან აბსურდულად ჟღერს, რადგან რევოლუცია სულ ახალ ხანს მოხდა და ანტიდასავლური და ანტიამერიკული განწყობა ხო პიკზეა. მაგრამ როგორც ჩანს, რეალობაში სწორედ აი ასეთი აბსურდები მუშაობს ხოლმე. ის საჭირო ყურადღებას იპყრობს, ხმაურში იკარგება და ნამდვილ გეგმას ფარავს. Argos ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი მხარე არის მისი ფორმა, თუ როგორ არის ის გადაღებული. ანუ ფილმი თავიდანვე გავაყენებს კუთხეში, სადაც საშიში გარემოა და სხვა გზაც აღარ გვრჩება. სიამოვნებით უნდა ვადევნოთ თვალი და მივყვეთ საათივით აწყობილ დაძაბულობას. კინემატოგრაფიულად რომ ავხსნათ, აქ სამი რამეა გადამწყვეტი. Everything. What happened? Argo. პირველი ესაა სივრცე, ქუჩა, ბრბო, კედლები, დერეფნები. ყველაფერი თითქოს ჩაკეტილია, ჩარაზულია და ჰაერიც არ მოძრაობს. მეორე არის დრო. ფილმი მუდმივად გაგრძნობინებს, რომ დრო იწურება და კულმინაცია სადღაც ახლოსაა. მესამე კი ფილმია ფილმში, ანუ ყალბი პროექტი Argo. ესაა ერთდროულად სასაცილო და გენიალური შირმა. ჰოლივუდის ბრწყინვალება ძალიან კარგად არის გამოყენებული რეალური ფარის შესაქმნელად ოპერაციისთვის. მაგრამ აქ ჩნდება ძალიან საკამათო ეთიკური კითხვა. რეალურად ვისი თვალით გვიჩვენებს Argo ირანს და ირანელ ხალხს? კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ ფილმში ხშირ შემთხვევაში ირანელები ერთგვაროვან გაბრაზებულ ნაცრისფერ მასად არიან წარმოდგენილი. რაც სიმართლე ვთქვათ, კლასიკური ხერხია გაამარტივოს რეალობა და მაყურებელი აპრიორი პროტაგონისტების მხარეს დააყენოს. ანუ შენ აუცილებლად უნდა უთანაგრძნო მას, ვინც მთავარ პერსონაჟად არის მიჩნეული. და ხო, თრილერის წესებით ფონი მაქსიმალურად მუქი უნდა იყოს, რომ გმირის გზა ნათელი გამოჩნდეს. ისტორიული რეალობის კუთხით Argo უდაოდ რეალურ ფაქტებს ეყრდნობა, მაგრამ ძალიან ბევრი მომენტი და ეპიზოდი გაზვიადებულია დრამისთვის.
მაგალითად, ფილმში დევნის კადრები და აეროპორტის სცენები ძალიან სანახაობრივია. თუმცა, რეალურად ასეთი კინემატოგრაფიული დევნა არ ფიქსირდება იმ ინტენსივობით, როგორც ეს ეკრანზე გვიჩვენა არგოს რეჟისორმა. ასევე, პოლიტიკურ დონეზე ფილმის ზოგ მომენტში გადაწყვეტილების მიღებას უფრო გაბერილი, ეგრეთ წოდებული ბოლო წამზე მიღებული გადაწყვეტილების ხერხით გვიჩვენებს. რაც მართალია თრილერს ალამაზებს, მაგრამ რეალურ ისტორიას ხშირად რადიკალურად ცვლის. რეალურად ხომ ამ ყველაფერს ერთი ეფექტი აქვს, რომ მაყურებელს დარჩეს შთაბეჭდილება, რომ წარმატება თითქოს ერთი სადაზვერვო სააგენტოს სოლო გამარჯვებაა. მაშინ, როცა რეალურად ძალიან დიდი როლი ჰქონდა კანადურ მხარესაც, რომელმაც უდიდესი რისკი გაწია ოპერაციის წარმატებისთვის. და ბოლოს, ისტორია გაცილებით მასშტაბურია. ამ ფილმში მოთხრობილია მხოლოდ 6 მძევლის გათავისუფლების ეპიზოდი. რეალურად კი ყველა მძევლის გათავისუფლებას 454 დღე დასჭირდა. ისინი 1991 წლის იანვარში გათავისუფლდნენ. ასე რომ, არგო ერთდროულად ორი რამეა: ძლიერი თრილერი, რომელიც პროფესიონალურად გვაძლევს დაძაბულობას და ისტორიის ინტერპრეტაცია, რომელიც თვითონ ირჩევს ვის მისცეს მეტი სივრცე სასაუბრო. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, ხოთ დაწერეთ კომენტარებში თქვენთვის არგო უფრო ისტორიაა თუ უფრო პროპაგანდა. მადლობა რომ მიყურეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი, დაალაიქეთ ეს ვიდეო და დაეხმარეთ ჩემს არხს განვითარებაში, რომ მომავალში უფრო და უფრო მეტი და საინტერესო ვიდეო შემოგთავაზოთ. მადლობა.